არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ ამ ვიდეოს. თუ თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც ფიქრობს, რომ ქალებს უნდა შეეძლოთ ატარონ რაც უნდათ და არა იხონ პასუხისმგებლობა თუ კი მათზე გააუპატიურებენ, თუ ასე ფიქრობთ, თუ გგონიათ, რომ ქალებს უბრალოდ უნდა შეეძლოთ თავისუფლად სიარული და ამის გამო არ უნდა განიცადონ შედეგები, მაშინ ეს ვიდეო გაგაბრაზებთ ზუსტად ისე, როგორც მე გამაბრაზა. და არ მინდა რომ გაბრაზდეთ. ასე რომ უბრალოდ გააგრძელეთ სკროლვა, გადადით სხვა ვიდეოზე. მაგრამ თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, მაშინ ნუდით ვნახოთ ცოტა რამ, რაც ახლა ხდება. რადგან ეს ვიდეო, მოემზადეთ. სხვათა შორის მოგესალმებით pushback-ში, მე მქვია მეირა, თქვენი წამყვანი ვარ. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა, რომ გამოყვეთ და გვიჭიროთ მხარი, გააკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ ჩვენი ხმა უფრო შორს მივიდეს, რადგან pushback იზრდება. ჩვენ საბოლოოდ ვუპირისპირდებით. 1, 2, 3. ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ. თქვენ გაბრაზდებით. რა მოხდა? ნუ მომაცილებთ. ხო, რა მოხდა? სად მიდის? ის იტყოდა რომ ჩემი შორტების გამო ვიმსახურებ გაუპატიურებას. კარგი, მოდი ერთი წამით განმარტოთ. გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ისლამური მქადაგებელი ისურვებდა, რომ ბრიტანელ ქალებს კაცები შეავიწროებდნენ შორტების ტარების გამო. კარგი? ეს კაცი ქადაგებს ისლამს და მან ამ ქალს უთხრა და გავიმეორებ. რა მოხდა? მიხი, რა მოხდა? ნუ მომაცილებთ. ხო? აბა რა მოხდა? სად წავიდა? ამბობდა რომ ჩემი შორტების გამო ვიმსახურებ გაუპატიურებას. მათ საკუთარი აქვთ. მაგრამ ამ ახალგაზრდა ქალებს უბრალოდ რამეს მოიფიქრებდნენ და აი ეს არის თავი. ამის გარეშე საჭირო არ არის რამე იყოს. აი ეს არის. და შეყვარებული ზუსტად ის იყო, რაც თქვიან, რაც შენს დაინახე. მე იმას ვამბობ, რასაც შენ ამბობ. შენ მათთან გონივრულად ვაპარაკობ. ისეთი ქალი იქამდე ვერავა, შენ კარგად ხარ. ხო, რა ხდება? ახალგაზრდა ქალბატონებმა განაცხადეს, რომ ბატონმა თქვა, ისინი იმსახურებენ გაუპატიურებას. ეს მხოლოდ ბრალდებაა, არაფერია. მხოლოდ ბრალდებაა. არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ესეთ უბრალოდ ვეკითხები ბატონს, რა არის მისი მხარე ამ საკითხში. კარგი, ასე რომ თქვენ გყავთ ეს კაცი, რომელზეც ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ის იმიგრანტია. და თუნდაც არ იყოს, ეს მაინც მნიშვნელობას არ აქვს. ის აშკარად ისლამისტია, როგორც ხედავთ აქედან, სადაც ყველას ეუბნება, რომ ისლამზე უნდა მოექცნენ. ორი გოგონა გვერდით ჩაივლის და ის გადაწყვეტს უთხრას, რომ მათი ჩაცმულობა ნიშნავს, რომ გაუპატიურებას იმსახურებენ. ეს არ ხდება ავღანეთში, სადაც ამ ქალს პირდაპირ ციხეში ჩასვამდნენ, ან სიკვდილით დასჯიდნენ. ეს ხდება გაერთიანებულ სამეფოში. როგორც ხედავთ, აქვეა ბრიტანული ბანკი. ეს ხდება გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ეს გოგონა მიდის და ვიღაცა აჩერებს და ეუბნება, რომ თავისი ჩაცმულობის გამო გაუპატიურებას იმსახურებს. ის ძალიან თბილი იყო. სი, რა მოხდა? ნუ მაცად გვერდზე. ხო, აბა რა მოხდა? სად წავიდა? ის ამბობდა რომ ჩემი შორტების გამო გაუპატიურებას ვიმსახურებ. ეს თქვი. ხო, და საერთოდ რატომ იტყოდი ასეთ რამეს? ბოდიში უკაცრავად. საერთოდ რატომ იტყოდი ასეთ რამეს? გესმოდა რომ ეს თქვი, მაგრამ ისინი ამკიცებენ. ხო, მე ვამბობ, დასუფთავების სამსახურის მიხედვით შენ მადანაშაულებ ამაში. მე არ გადანაშაულებ. შენ ეთანხმები. მან თქვა რატომ იტყოდი ამას? ეს ნიშნავს რომ ეთანხმები. ხო, გეთანხმები. ასეთი საზოგადოება. კარგი, მოდი ვნახოთ ზუსტად რას მოიფიქრებს ეს ბიჭი თავის გასამართლებლად და ალბათ როგორ შეეცდება დაადანაშაულოს ყველა, საკუთარი თავის გარდა. იმაში რაც ყველამ ვიცით, რომ ალბათ მართლა თქვა. მაგრამ ჯერ ერთი სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. გთხოვ, მითხარი რომ თუ Medicare-ზე ხარ, იყენებ chapters, იმიტომ რომ თუ არა, ეს სავალალო და ტრაგიკულია და ფულს ტყუილად ხარჯავ. ვინ არიან ისინი? ამ ვიდეოს სპონსორობის გარდა ისინი ერთადერთი Medicare-ის მშევლები არიან, რომლებიც რეალურად ადარებენ ყველა არსებულ გეგმას, რათა დაგეხმარონ იპოვოს შენთვის საუკეთესო ვარიანტი და არა მხოლოდ ის, რაც მათთვის ყველაზე მომგებიანია. როგორ ვიცი ეს? იმიტომ რომ მათი მრჩევლები ხელფასზე არიან და არაფერს იგებენ, იმით რომ რომელიმე გეგმას მოგახვევენ. მათ უბრალოდ მარსლა უნდათ დაგეხმარონ იპოვოს სწორი გეგმა. და საუკეთესო ამბავი ისაა, რომ მათთან საუბარი უფასოა და დაახლოებით 20 წუთს გრძელდება. და გასულ წელს ადამიანებმა, ვინც მათ მომსახურებით ისარგებლეს, საშუალოდ $1100-ზე მეტი დაზოგეს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ასე რომ რას ეოდები? დაურეკე chapters ნომერზე 6 1068333337. ეს არის 610633337 და დარწმუნდი რომ შენ და შენ საყვარელ ადამიანებს სათანადოდ მოგხედავენ. ვერც კი გადმოგცემ, რამდენად გაბრაზებული ვარ ამ ვიდეოზე მართლა. არა უშავს მეირა, ჩვენ ამას შევძლებთ. გეთანხმები, მეგონა სურათს ხედავდი. მაშ რატომ ამბობ ამას? ახლა ეთანხმები იმას, რასაც ისინი ამბობენ. ეთანხმები ამას. ეთანხმები იმას, რასაც ისინი ამბობენ. მე ვეთანხმები იმას. შენ არ ხარ მოსამართლე. ეხლა როცა მის აქცენტს ვისმენ, 1000%-ით გეტყვით, რომ ეს კაცი გაერთიანებულ სამეფოში არ დაბადებულა, რაც თავად პრობლემამდე მიგვიყვანს. რატო უნდა შემოიყვანო ადამიანები ამ იდეოლოგიით? რატო?
რატომ? კიდევ ერთხელ გახსოვდეთ. ეს ის ტიპის კაცია, რომელიც ქუჩაში დგას და აქვს თავხედობა, რომ ეს სიტყვები ქალებს უყვიროს, ასე თქვას. რაც ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება იმის გასაგებად, რომ სწორედ ასე ფიქრობს. ანუ, სხვათა შორის, თქვენ ხო გსმენიათ იმ გიჟური ამბის შესახებ, როცა ერთმა კაცმა ქალი დააზიანა და გაათავისუფლეს იმ ახსნით, რომ ის ისეთი ქვეყნიდანაა, სადაც ქალების საჯაროდ ყოფნას შეჩეულები არ არიან, ამიტომ მან უბრალოდ არ იცოდა უკეთესი. ინდიდი პრობლემები გველის წინ. შენ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმ ზღვარსაც კი რომ შეგეძლოს იცოდე რა არის სწორი და რა არასწორი. ისინი ამტკიცებენ რომ თუ შენ ჩემთან რომ მოხვიდე. გამარჯობა. გამარჯობა, შენ ასე არ იქცევი. ჩემთან რომ მოხვიდე და მითხრა, აი ეს თქვეს მართალია ეს. მე გიპასუხებდი. ისინი ამბობენ, რატო უნდა მეთქვა ეგ? ეს არის ბრალდება. მინდა ვიცოდე შენი საფარელი ისტორია. არა, შენ არ გინდოდა გაგეგო. არა, შენ მადანაშაულებ, ეხა და შენთან სალაპარაკო არაფერია, მე მაქვს ისტორია. ჰოდა, რა საპირებ თქვენ ამასთან დაკავშირებით? არა. ეს საკმარისი არ არის. იფიქრე კოლეგაზე. ანუ მათ უბრალოდ დატოვეს სამუშაოები და გადავიდნენ გოგოსთან საცხოვრებლად. მეც კი ვესაუბრები ქალთეს. დაანშვიდე. მოусმინეს ზუსტად ვერავინ გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში. თუ ამ გოგოებმა უბრალოდ მოიგონეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოიწყინეს, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც უცნაურია ამაში. და შემიძლია გითხრა, რომ ძალიან თავდაცვითი პოზიცია ეჭირა, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ ეთქვა, არა, არ მინდა. რატომ უნდა ეთქვა? რატო ამბობ ამას? აქ მშვიდობიანი განზრახვით ვარ. ის კი ამბობდა, შენ მადანაშაულებ. და ყველამ ვიცით, რომ როცა ვინმე დამნაშავეა, მას ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაში ადანაშაულებენ. უბრალოდ ცოტათი გაბრაზდი. და ეს ორი უდანაშაულო გოგო მიდის. ისინი არ გამოიყურებიან ისე, თითქოს ყურადღების მიქცევა უნდოდეთ. არც ისე ჩანს, თითქოს ვირუსულად გახდომას ცდილობენ. უბრალოდ ასე ჩანს, თითქოს ფიქრობენ, მან ეს ჩვენ გვითხრა. და ეს ნამდვილად არ არის ნორმალური. და კიდევ ერთხელ მათთვის, ვინც არ იცით, ეს უფრო და უფრო ხშირად ხდება ნორმად მთელ გაერთიანებულ სამეფოში. რომ ადამიანები, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ქალები ყველგან განიცდიან შევიწროებას, სადაც არ უნდა წავიდნენ. გულისმობ, შეხედეთ ამას. მთელი ეს დრო მომდევდი. აქედან მოვედი, აქეთ გადმოვედი. მთელი ეს დრო მომდევდი. რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე ვიყავი. ანუ უბრალოდ გადაგიღე. ანუ ეგ უბრალოდ მე გავაკეთე. ყველა ჯერზე როცა მოძრავ მომდევდი. გადი, წადი, სადაც გჭირდება. შენი სახე ვიდეოზე მაქვს გადაღებული. ატმანცახო სადმე სხვაგან. მომყვებოდი იქიდან, ასე რომ ახლა რატო არ წახვალ? ძალიან საშიშია, როცა გდევნიან. ეს უბრალოდ შემაძრწუნებელია. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ბრიტანეთის ხალხს ეს უკვე მობეზრდა, არა მხოლოდ ტომი რობინსონის მარშით, არამედ თავადაც ებრძვიან ამ ადამიანებს. კიდევ ერთი მუსლიმ ქალბატონს. ჯანდაბა, გამოიმეს შეაჩერა. ჯანდაბა. ის ბიჭი, ნახეთ როგორ იქცეოდა. შეხედეთ ამ ტიპს, კარგი? კიდევ ერთი მუსლიმ ქალბატონს. ნახეთ მისი სახე. ეხლა კი შეხედეთ ამ გოგოს, ხო ასეა? უბრალოდ მიდის და შეხედეთ მას. არა, ნახეთ რა შემზარავად უახლოვდება მას. ნახეთ ეს. ნახეთ როგორ შეშინებულია. ეს ბიჭი უბრალოდ აშკარა დავიძროებს ხალხს. ის უბრალოდ მიდის ამ ქალებთან და აშკარად აშინებს მათ. და ეს ნორმად იქცა. არა, კაცო, არ შემეხო ძმაო. ნახე რა საკეთებდი გოგოებთან, ძმაო. ნახე რა საკეთებდი გოგოებთან. აპირებ გააგრძელო ეგ. ყველაფერი ვიდეოზე მაქვს გადაღებული. გონია გოგოების დაშინება ხუმრობაა? როგორ შეიძლება ეს ხუმრობა იყოს, როცა გოგოებს აშინებ? რატომ აშინებ? ხუმრობაა ძვირფასო. სულ ასე აკეთებ. ის პერვერტია. წავიდეთ უბრალოდ, წამოდით. წამომკევით ბიჭებო, დავიჭიროთ ის. დავიჭიროთ ეს ბიჭი, წამოდით. დავიჭიროთ ეს ბიჭი. იცი რა საკეთებდა ახლა ხოდი? რა საკეთებდა? კარგი, დავიჭიროთ ის. დავიჭიროთ ის. დავიჭიროთ ის. დავიჭიროთ ის. დაიჭირე ის. დაიჭირე ის ბიჭი. დაიჭირე ის ბიჭი. დაიჭირე ის ბიჭი. კარგია, უნდა შეაშინონ ის. უნდა მაგრად შეაშინონ. იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ ეკისრებათ პასუხი თავიანთი ქმედებების გამო და ეს უკვე მართლა ძალიან მაბრაზებს. ვერ ივლი და ვერ შეავიწროებ ხალხს ისე რომ შედეგებზე პასუხი არ აგო. და ხალხი ძალიან შეშინებულია, იმიტომ რომ ყველა იმ შემთხვევაში ისინი ემიგრანტები იყვნენ.
და შესაძლოა ისლამისტებიც, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. პირველი შემთხვევა აშკარა იყო. და ეს ჩვენს ქალებს ემართებათ. ჩვენს ქალებს უწევთ ქუჩაში სიარული და ამ პრობლემასთან გამგავება. ამიტომ ჩვენი კაცების ვალია დაგვიცვან და დაგვფარონ. და ეს ისაა, რაც უნდა მოვითხოვოთ არა მხოლოდ ჩვენი მთავრობისგან, რომელიც უკვე უსარგებლო აღმოჩნდა, არამედ ჩვენი საზოგადოების წევრებისგანაც. თუ შევამჩნიეთ შევიწროება, უნდა ვიმოქმედოთ. ჩაერიეთ, თქვით რამე და არ შეგეშინდეთ. პატივი იმ გოგონებს, რომლებიც პირდაპირ პოლიციაში მივიდნენ და თქვეს, ეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არაფერი მოხდება, რადგან კამერაზე არ იყო დაფიქსირებული. პატივი იმ კაცს, რომელმაც დაინახა, როგორ ავიწროებდა ის ბიჭი მას და რაღაც თქვა. კარგი საქმე გააკეთა იმ გოგონამ, რომელსაც ვიღაც მიყვებოდა და უბრალოდ შეშინების ნაცვლად კამერა ამოიღო და გადაიღო. ასეთი მტკიცებულებები გჭირდება ჩვენ. სწორედ ასეთი რამ უნდა დავიწყოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ გიჟურ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ და ფიქრობენ, რომ დაუსჯელად არჩებიან. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.